მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ეს ბლოგი იქნება წინა ბლოგის გაგრძელება, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას. მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, იქ უამრავი კითხვა და უამრავი იდეა გააჩნდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ არა 800 ლარი რატო უნდა იყოს, საათში 8 ლარი რატო უნდა იყოს მეტი 1500, 2000, 3000. თქვენ კაი დედმამიშვილებო, რათაც მეტი მით კარგი, მაგრამ რეალობიდან ხო უნდა ამოდიოდი ადამიანი. ამიტომ დასაბუთებული იყო შემდეგ პასუხში ის თუ რატო არის გამოყვანილი ეს ეკონომიკური პარამეტრი და რატო არის აქ საუბარი იმ 8 ლარზე და 800 ლარზე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტიდან გამომდინარე ერთულ მოსახლეს. იქ ასევე უამრავი კითხვა იყო შემოსული და ინიციატივა იყო შემოსული პენსიებთან დაკავშირებით, დახმარებასთან დაკავშირებით. განა წინააღმდეგები ვართ კაცო ჩვენ, რომ პენსია გაიზარდოს და დახმარებები გაიზარდოს. ბოლო-ბოლო აგერ ომის ვეტერანებზე 100 ლარის მეტი არ ემეტებათ ამათ, მაგრამ როგორ გითხრათ, პენსიას რო კითხო ამათ 20 ლარს და 35 ლარს მაინც უმატებენ და ხელფასი 20 ლარი ეს შრომითი ექსპლუატაცია არის და ადამიანის უფლებების დარღვევა არის და რა ვიცი, რა გითხრათ, აბა რო კითხოთ ყოველწლიურად ზრდიან ნელ-ნელა და ეტაპობრივად. ამიტომ აქ ამაზე არის საქმე, რომ ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია რაღაცა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იყოს, არ შეიძლება შრომით ექსპლუატაციაში ყავდეს ხალხი. ქვეყნის სამი ძირითადი პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში. ესაა ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ესამე დემოგრაფიული კატასტროფა. ამიტომ ჩვენი ინიციატივა გაგრძელება იქნება ამ ყველაფრის დემოგრაფიულ საკითხთან დაკავშირებით მინიმალური ხელფასთან ერთად, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაინიშნოთ დახმარება შესაბამისი და დემოგრაფია შეეწყოს ხელი, იმიტომ რომ აი დღევანდელი აღწერის შესაბამისად ეთნიკურად ქართველი, პასპორტით ქართველი კი არა, ეთნიკურად ქართველი 1,300,000 არის საქართველოში დარჩენილი. და ეს არაერთხელ მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მე პირადად ბლოგიც მქონდა გაკეთებული და სტატისტიკური მონაცემებიც მქონდა ნაჩვენები, ზოგ-ზოგიერთმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, ვითომ ოპოზიციონერმა რო თქვა, ეს 100 არ იქნება, ეს 100-ია და უფრო უარესადაც არის საქმე. და რა შეეხება იმას, რომ ჭკუას რო ყველა აქეთ გვასწავლის, როგორ უნდა გაკეთდეს და რანაირად უნდა გაკეთდეს, 20,000 ადამიანი რო ნახავს ბლოგს და 500 ადამიანი მოაწერს მარტო ხელს, თუნდაც ინტერნეტით, ეს არის სირცხვილი ხალხო. სირცხვილი არის უბრალოდ, მეტი არაფერი. ინტერნეტშიც რო ხელის მოწერა არ უნდა საზოგადოებას. და სხვისი ხელით გაკეთებული სიკეთეები ყველაფერი უნდა. ასე არასდროს არაფერი გაკეთებულა და არც არასდროს არაფერი გაკეთდება და ეხლა ნახეთ ეს ბლოგი ბოლომდე და მიიღეთ ამ ინიციატივაში მონაწილეობა, ეს არ არის ვინმეს კონკრეტულად პერსონალური და პიროვნული სიკეთის და პიროვნული სიმდიდრის საკითხი, ეს საერთო ეროვნული პრობლემა არის. აქედან გამომდინარე, როგორც ვიბრძოლებთ საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ, ისე მივიღებთ. თავარია ამ ყველაფერზე საუბარი დაიწყოს და რაღაცა ცვლილებები აუცილებლად იქნება. ეხლა აბა ჩვენ თუ იმას უყურებთ, ოპოზიცია როდის რამეს იტყვის, იქ უცხოეთიდან როდის რამეს გვეტყვიან, არასდროს არ გვეტყვიან უცხოეთიდან, რომ თქვენი მოსახლეობა ნუ გყავთ შრომით ექსპლუატაციაში და თქვენ მოსახლეობაში ნუ გაქვთ დემოგრაფიული კოლაფსი. ამას არავინ არ გვეტყვის. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის სიკეთე რეალურად არავის არ უნდა. ყველას აქვს ჩვენ ქვეყანაში თავისი ინტერესი. ახლა კი ნახეთ ეს ბლოგი და დაუკავშირდით ამ პიროვნებას. მიეხმარეთ, დაუდექით გვერდით, შევაგროვოთ ხელმოწერები და შევიტანოთ პარლამენტში ინიციატივა ჩვენი ეკონომიკა ხო დუღს როგორც გვირკიცებენ. ხო და ადუღებულ ეკონომიკაში ია ვიცი, მინიმალური 20 ლარის ხელფასი კანონმდებლობის დონეზე არ უნდა იყოს. აბა კარგად ზანდებოდით. გამარჯობა და მხოლოდ გამარჯობა ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ყველა ქართულ საქმეში. მე თემო ვარ ბოკელავალძე და თავიდანვე მინდა გთხოვოთ ამ ვიდეოს მაქსიმალური გაზიარება.
რადგან სურს გესაუბროთ ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე. და გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს პირად შეტყობინებაშიც. ეს ვიდეო მე სურვილი მაქვს თელმა საქართველოს ნახოს და ჩაერთოს ამ მოდელს ორ პროექტში. პირველი პროექტი საქართველოს გაბწყინდება. პროექტი საქართველოს გაბწყინების მთავარი მიზანი გახლავთ ჩობადობის წახალისება და ყველა საქართველოს მოქალაქე დაბადებულ ახალშობილზე ვითხოვ პირველ ბავშვზე 3000 ლარს, მეორე ბავშვზე 5000 ლარს და ყოველ შემდგომ დაბადებულზე 2000 ლარით მეც. ამავდროულად 1 წლის განმავლობაში უნდა კონდეს ძველი სარფეთქები, ბავშვის საფენები და ასე შემდგომ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, თუ ოჯახი ითხოვს და შესაძლებლობა არ აქვს, ხელოვნური კვებაც სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს, რადგან მოგეხსენებათ, ბევრ დედას არ შეუძლია ბუნებრივ კვებაზე ყავდეს ახალდაბადებული ბავშვი. ამავდროულად, თავარი ჯილდო შობადობის წახალისებასთან დაკავშირებით უნდა იყოს ბინა. ანუ ბინა უნდა იყოს, ჩემი აზრით, მეათე ბავშვზე, რომ მეათე ბავშვის დაბადების შემდგომ ოჯახს უნდა გადაეცეს 12 სულიანი ოჯახისათვის განკუთვნილი ბინა. ანუ დედა, მამა და 10 ბავშვი იგულისხმება. ამავდროულად დავიწყე კიდევ ერთი უდიდესი პროექტი არა მონობას. 26 წელი ვერავინ შეცვალა სამწუხაროდ ეს კანონები. და მე ვითხოვ მინიმალურ საათობრივ და მინიმალურ თვიურ ანაზღაურებას. თვეში მინიმუმ 800 ლარს, რომელზეც კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის დაცვა დასაქმებულის დამსაქმებელთან მიმართებაში, რომ 800 ლარზე ნაკლები ხელფასი არ იყოს. და მე ვითხოვ ამავდროულად საათში 8 ლარს. კვირაში ჩვენ გვაქვს 40 სამუშაო საათი. თვეში გამოდის 160. 160-ზე გამოთ 8 ლარზე, ანუ 160 სამუშაო საათი თვეში რო გავუბრალოთ 8 ლარზე გამოდის 1280 ლარი. ეს არის სულ მცირე რისის შესაძლებლობაც გვაქვს. მე მესმის ბევრად მეტი გვინდა, მაგრამ მე არ ვაპირებ კიდევ ერთხელ გეუბნებით მანიპულებას ციფრებით და არ ვიძახი რომ ყველას უნდა კონდეს 2, 3, 5, 10000 ლარი ხელფასი. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი არის ყველას მაღალ ანაზღაურებადი სამსახურები კონდეთ, მაგრამ მე პირველ რიგში ვზრუნავ იმ ადამიანებზე, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა და აქვთ დაბალი ანაზღაურება. პირდაპირ მნიშვნელობით, ჩემი დათვლებით, სტატისტიკებზე დაყრდნობით 1,150,000 ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელთა ხელფასის გაზრდაც მინიმუმ 5%-დან მაქსიმუმ 47-58, შესაძლოა 60%-მდე გაიზარდოს ხელფასი. აი ეს არის ის ჩემი მიზანი, რომ იქნებ რამენაირად ეს შევცვალოთ. ძალიან ბევრი მიკომენტარებთ, საათში 8 ლარი კი არა 16-იო, 20-იო. რა თქმა უნდა, მეც მომხრევრად შეიძლება მაღალ ანაზღაურებადი სამსახურებში იმუშაოთ, მაგრამ მე არ მინდა ციფრებზე მანიპულირება. მე ვიცი ის მინიმალური ზღვარი, რაზეც დაკანონებად შეგვიძლია ხალხს ერთობით. მე რომ მოვითხოვ, ეხლა წარმოიდგინეთ ზღაპრული ციფრები. არ მეტყვის მთავრობა, აი რაზეა საუბარი, ეს ხალხს ატყუებს. ხო და მე არ მინდა რომ თქვენ მოგატყუოთ. და მე ვიცი რომ თუ ხალხის და საზოგადოების ერთობა შესაძლებელი იქნება ამ მიზნების მიღწევაც. ეს არის აი ეს ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. ხელფასების ზრდა, მინიმალური საათობრივი და თვიური ანაზღაურების დაწესება და რა თქმა უნდა შობადობის წახალისება. აი ზუსტად გულწრფელად გეტყვით 10-დან 10-იანში, 100-დან 100-იანში გავარტყი და ეს უკვე ეწყობათ სხვადასხვა ორგანიზაციებს. Fake აკაუნტების წარმომადგენლებსაც რეიპს მიწერთ. ეთყობა უკვე ძალიან ბევრ მაშინა ორ მომითხრათ ემო გაჩერდი, ეხლა მაგას ვინ გააკეთებს, მაგრამ ეს მეუბნებოდით მაშინაც, როდესაც ვიწყებდი წინა პროექტს უზენაეს თავისუფლებას. და დღეს უკვე ხედავთ რამოდენიმე სკოლაში საპილოტო პროგრამით რელიგიის გაკვეთილებსაც. და ხედავთ სამხედრო გაკვეთილებსაც. მე მაშინ უბრალოდ არ მოგისმინეთ ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ვიცოდი რისთვის ვიბრძოდი. ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისათვის და ბრძოლის უნარიანი თაობისათვის. ის პროექტი უკვე განხორციელდა, მაგრამ მე ახლა კიდევ ორი მიზანი მაქვს, ორი უდიდესი პროექტი. ჩემი ქვეყანა მინდა იყოს ძლევამოსილი და ამისთვის უნიშნელოვანესი არის ჩვენი დემოგრაფიული ზრდა პირველ რიგში და მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესება. ამის გარდა ძალიან ბევრი მინდა, მაგრამ აი ამ ორ პროექტზე პირდაპირ გეუბნებით. ჩვენი მტრები, ჩვენი ქვეყანაში არსებული მტრებიც უკვე დამიპირისპირდნენ და არ ვაპირებ ყველაფერზე ვიდეოში საუბარს. ერთი წამითაც კი არ იფიქროთ,
რომ მე რამეზე უკან დამხევი ვარ რა. მე რა გკოსტავას აქ შესანიშნავი სიტყვები. ან სიკვდილი ან გამარჯვება. და მე გეტყვით რომ შტორმიც კი ვერ შეგვაჩერებს. ვერ შეგვაჩერებს შტორმიც. თუ საზოგადოების ერთობა იქნება. მე მჯერა იცით რისი? რომ ჩვენი რწმენით, ბრძოლით და შრომით ყველაფერი მიღწევადი არის. ამიტომაც მაქსიმუმ გთხოვთ ახლა ამ ვიდეოს გაზიარებას. გადააზიარეთ ყველგან. ჭირდება ხელმოწერების აგროვებაში დახმარება, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მივაწოდე ხელმოწერები, რომ მარტო არ ვფიქრობ ასე და დრო განიხილონ ეს საკითხი და გადაწყვიტონ დადებითად.